მეგობრებო, გამარჯობათ. უბრალოდ ეს სპონტანურად მომივიდა ახლა იდეა და ემოციების ქვეშ ვიმყოფები, ამიტომ მინდა ეს ემოციები თქვენს გაგიზიაროთ. აგერ თქვენ ხედავთ ახლა ბატონი თემურის საჭესთან, აქეთ ბატონი ნუგზარი და აგერ ხობის გზას მიუყვებით ამჯერად, მაგრამ მე აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე მინდოდა ახლა ჩემი ემოცია გამეზიარებინა. ესე იგი, დღეს აი სადღაც 5-10 წუთის შუალედში ისეთ სიმღერებს მოусმინე ბატონ თემურისას, რომელიც თვით ნუგზარ ყვაშალსაც კი არ ქონია რამდენიმე მათგანი მოსვენილი თურმე. და მე თემურისას არ ქონია და არც მე მყავდა მოსმენი ჩვენთან. ხო, აი როგორც ბატონ თემური ამბობს, кайხანია მეც არ მომისმენია. არ ვიცი ხა ეს მე თავდავლობის ბრალიატურისია, მაგრამ მე გპირდებით, აი სულ ძალის ძალათი გამოვართ მე ამ სიმღერებს და მოვუძდებ თელს ქვეყანას, დარწმუნებული ვარ, აი ეს სიმღერები რაც ახლა აი ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ წინაშე გამოჩნდება და მოусმეთ, იქცევა იარონის 1, იარონ 2, იარონ 3, აი ამ სტატუსით ივლის თელს ქვეყანაში და ბატონ თემურ მოგიწოდებთ რომ გამოაჩინოთ ეს თქვენი კარგი სიმღერები, იმიტომ რომ ესო ბატონო, შენ შემოგევლე. მე მზეა იმასავით, კომპლექსავით ვარ. კომპლექს თლიდა და შეატყობდა გამომადგებაო. ეს ვღერი ვარ და თუ მაგდენ პატივს დამდებრო, იგი გაიტანო და ხალხსაჩვენო, აფერო შენ კაცობა. არა, ეს უნდა ვაჩვენოთ ხალხს და მე ვთვლი რომ დაგვიანებულია, მაგრამ არა, დაგვიანებული არა, ისეთი თემა, ისეთია, ისეთი ფილოსოფია, ისეთი ლექსებია, რომ იგი ყოველთვის იქნება. კი, გეთახმები. ნუ არ ვიცი, ნახოთ როგორ იქნება, რა იქნება, რა გითხრა, მე ვღერი ვარ. მე ღმერთს ვღერი ვარ და ხოდა ხალხამდე მივიტანოთ ახლა ეს ნამღერი, ვანახოთ ხალხს, მოვასმენოთ. უგზარ ბატონო, თქვენას მე ვიტყვი, რომ დღეს აი ეს სიმღერები ძალიან ჭირდება ჩვენს სამშობლოს. ჩვენს ახალგაზრდობას. თორე ჩვენმა თაობამ მეტნაკლებად იცის თემურ ციკლაურის აი ეს ძალაც და სიმდიდრეც ხმისა და ყველაფერი. ახალგაზრდობა სჭირდება და ჩვენს ქვეყანას სჭირდება და მაგრად წაადგება. იმიტომ რომ დღეს საჭიროა ესეთი პათეტიკა, ესეთი პატრიოტიზმი, ესეთი ძალა, ესეთი სიყვარული და ესეთი ჩახუტება. აი ზუსტად ამიტომ, ზუსტად. ბატონო, მე გეთახმები შეიძლება ყოველთვის არის ეგ საჭირო ასეთი სიმღერები, მაგი არაფერი ახალს არ ვაკეთებ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა ჩვენო დაინტერესებული არც ერთი ტელევიზია არ არის ასეთი სახის სიმღერების ჩვენებით. აი მე ვაღიარებ, მე რო აქამდე მქონოდა მოსმენილი. შენ კაცი ხარ და შენ გავლილი გაქვს ცხოვრება, შენ ქვეყანა გიყვარს, შენ პატრიოტი ადამიანი ხარ, ჩემო ბესო. ეგ ნუ არის ტელევიზია არის ხარ, არ არის რუსთავიორე და იტანილი მაგ არის ქართული არხი, ქართული არხი მეორე არის იმდენი რომ ნამდვილად დაინტერესებთ. ეხლა შეიძლება ცენტრალურ რაიონის არხებს არ აინტერესებს. რატო არ უნდა აინტერესებდეს, ვერ გავიგე რა ამიტომაც არის საჭირო ეს სიმღერები. მაშინ მე პირდებით აი ობიექტივში ჩემსავე გადაცემაში აი ძვირფასო ობიექტივი, იმიტომ არის ობიექტივი, რომ უნდა მადლობთ მესო. აი უყურეთ მე ხელში მიჭირავს დისკი, რომელიც 5 წუთის უკან მაჩუკა ბატონმა თემურმა საკუთარი არქივიდან მანქანაში, რომელიც ედოდა გპირდებით აი ამ დისკზე რამდენია, სად არის 19 სიმღერა, ნუ ბევრი თქვენთვის ნაცნობი, მაგრამ იმ ეგრეთ წოდებულ უცნობ სიმღერებს აი ფართო საზოგადოებას და მთელს ქვეყანას კი არა, სოფლიოს მოვასმენებ. აი ასე. მადლობთ, აი როგორ შეიძლება თურმე ადვილად გადაწყდეს. ძალიან მარტივად მანქანაში კონდე თავიანთი X ფაქტორი თუ რა ქვია? X ფაქტორი. ხო, ჩვენ გქონეს ჩვენი დამიგერეთ. აი რა ქვია? შექსპირის 69 სონეტი, როდესაც ვაჩვენეთ და მივიტანე, აი ბოლოს ერთხელ როგორც იქნა რომ დიდი სვალებით ვაჩვენეთ. ხო, ფართო საზოგადოებას ეს ამასინათ რომ აღიქვეს, არ აღიქვეს, კიდე საკითხავია სიმღერა რამდენჯერმე უნდა მოისმინო რომ გაიგო რაღაც რა არის შიგჭადებული. შიშისგან აბსოლუტურად ყველა ამბობდა რომ არა ეს ჩვენი არა ჩვენ ვერ ვაჩვენ, არა ჩვენ არა სადისხასთან. ეგრე მოვიარე ყველა ტელევიზია. მარტო ეგ არა. კიდე სხვა სიმღერები და ნუ ახლა ახალ არხს გავხსნე მას სახვეთი არა. შიში TV
შიშიტივი და ყველა შიშანადებას მოიყო და ჩემთან ვაჭრობ ყველაფერი. კაც საშიში. ხოდა აი მეგობრებო, ჩვენ არაფერს არ გვეშინია, აი ეს რაღაც ახლა საუბრობდა ბატონ თემური სიმღერაზე, მაგ სიმღერასაც და კიდე ჩემთვის ძალიან ისეთ მტკივნეულ თემაზე, აფხაზეთის თემაზე. წერან ვამბობდი, არ ვიცი, მანქანაში სიდი მიდეს, სადაც თითქმის ყველა სიმღერა ჩვენები კერდა ჩაწერილი პატრიოტულ თემაზე და ყოველთვის ამოდრო პატრიოტული სიმღერების სერიოზულ დეფიციტს განვიცდით, მაგრამ აი ამ დისკზე არის ერთი სიმღერა, რომელსაც სახელი ქვია აფხაზეთში დახუპულ გმირებს. დიახ, მათამია მეცნილი ბორის ხიანის სიმღერა გახლავთ და თინა ნაცლიშვილის ტექსტია. ხოდა თქვენ მოусმენთ ამ სიმღერას და ჩემი თხოვნა იქნება ჩემო მეგობრებო Facebook მეგობრებო ცოცხალო მეგობრებო რეალში ვირუსულად გაავრცელეთ ეს სიმღერები, იმიტომ რომ როგორც ბატონმა ნუგზარმა თქვა, დღეს ჩვენს ქვეყანას ჭირდება აი ეს პათეტიკა. აბა, კარგად იყავით, ჩვენ წავედით ხობში, ეხა ხობელოს უმღერებთ. კარგად, წავედით ხობში. ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება რადგან არამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება რადგან უღირსებს უსამართლოდ დადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანგოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა სოფელა ხვარ რადგან უბიცი და რეგვენი ბრძენობს ოდვილად რადგან სიმართლე სისულე ითვლება რადგან სიკეთე ბოროტების თვეჩო ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩე მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს
ობლადრომ დარჩა Цастай фарაღრუბელი ზღვაზე აპორღდა ტალღები მამას რომ გული მოვუკა მამას რომ გული მოვუკა Som guli movuka Dedas ჩავაცვი თალხები ხმას თუ ვერ გაწდენთ აქედა სიმღერითა და ლექსები ზეციურ საქართველოდან ზეციურ საქართველოდან ზეციურ საქართველოდან გიცქერთ და გიალერსები გიცქერთ და გიალერსებით მე თქვენი სიტყვათა ლამდეს და მუდამ მემახსოვრება ყველას გისურვებთ ბედნიერ ყველას გისურვებთ საქართველოში ცხოვრებას мама ერთ საკითხო გახსოვდეს დედა შენ შემოგევლები ჩემ სადღე გწელოს რომ დალეთ ჩემ სადღე გწელოს რომ დალეთ ჩემ სადღე გწელოს რომ დალეთ არ დამანახოთ წემლები არ დამანახოთ წემლები ჩემ სადღე გრძელოს რომ დალეთ არ დამანახოთ